თვითმფრინავიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე ჩამოაგდეს უზარმაზარი სპილო, მაგრამ მოულოდნელად გაწყდა თოკი, რომელიც ხსნიდა პარაშუტს. პარაშუტი ავტომატურად არ გაიხსნა, სპილო კი ქვევით მიფრინავდა. მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ამ დროს პარაშუტისტმა ყოყმანის გარეშე მისკენ გადახტომა გადაწყვიტა. მიზიდულობის ძალის გამო სპილოს ვარდნის სიჩქარე ყოველ წამს იზრდებოდა. სპილომ შიშისგან საშინელი ღრიალი დაიწყო. მის გადასარჩენად რაც შეიძლება მალე უნდა გაეხსნათ მისი პარაშუტი. გამოცდილმა პარაშუტისტმა სწრაფად გაასწორა თავისი სხეული ჰაერში. შეამცირა ქარის წინააღმდეგობა და სპილოსკენ დაიძრა, მაგრამ ამას ძლიერი ქარის გამო დიდი სირთულე ახლდა. მხოლოდ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოახერხა პარაშუტისტმა სპილოს ზურგზე ახტომა. ის მთელი ძალით ქაჩავდა პარაშუტის თოქს, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა და პარაშუტი არ იხსნებოდა. მიწამდე 500 მეტრზე ნაკლები იყო. თუ ახლა არ გაიხსნებოდა და უკვე გვიანი იქნებოდა. მაშინ პარაშუტისტმა კვლავ რისკი საკუთარ თავზე აიღო. მჭიდროდ შემოიხვია თოკი ხელზე და შემდეგ საკუთარი პარაშუტი გახსნა. პარაშუტის მკვეთრი წაქცევა დაეხმარა სპილოს თოკის გაწევაში. როდესაც მიწამდე დარჩა 100 მეტრზე ნაკლები, ჩანდა თითქოს სპილოს გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ძლიერი ქარის წყალობით პარაშუტი მაინც გაიხსნა. სპილოს სასიკვდილოდ არ დაეცა, არამედ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.